სპორტს პალიტრანიუსზე წარმოგიდგენთ ოდაბანი. ოდაბანი. გათავისუფლდი ჭარბიოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან. შედეგი პირველივე გამოყენებიდან. მოიკითხეთ აფთიაქებში. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ახალი ჩემპიონია. რა ვნახეთ რეალურად, რამდენად საინტერესო და გამორჩეული იყო კანადა, ამერიკა, მექსიკაში გამართული, უბრალოდ ამერიკა, კანადა, მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი და 39 დღის განმავლობაში ჩატეული მთელი ეს რაღაცა ისტორია, რომელიც ძალიან სანახაობრივი გამოვიდა ჩემი სუბიექტური აზრით. ვინ იყო საუკეთესო, რამდენად გამართლდა ეს იმედები, ვინ იყო საუკეთესო, ვინ ვერ გაამართლა იმედები, ყველაფერზე ვისაუბრეთ აბსოლუტურად სტუმართან ერთად კომენტატორი მიმოხილველი ნიკოლოზ ტაბატაძეა ჩვენთან ერთად, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება რომ თან ემუშავა მსოფლიოს ჩემპიონატზე და უშუალოდ ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში. ნიკა დილომშვიდობისა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და რამდენად კმაყოფილი ხარ შენ აი ამ მსოფლიო ჩემპიონატით, რომელიც ვიხილეთ 39 წლის რა იყო და დღის განმავლობაში და რა ვნახეთ და მოკლედ მოხვეთ შენი რას ელოდი, რა გამოვიდა და მე უკვე შევაჯამოთ სუფთა სპორტული თვალსაზრისით. მივესალმები მაყურებელს პირველ რიგში. 39 წელი რო ეს რეჟიმი ყოფილიყო, მე კარგად ორჩებოდი, ამიტომ არ გვინდა. იყოს 39 დღე ჯობია, ეგეც დამანგრეველი გამოდგა, მაგრამ კარგი. ფეხბურთის მიზეზით ხამეების გატეხვა არ არის ცოტა. ჯამურად მუნდიალი ვფიქრობ ძალიან კარგი გამოვიდა. ვიღაცებს კი შეეცვალათ ბოლოს წარმოდგენა, გზაში ამბობდნენ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მუნდიალი, მივდივართ რაღაცა ისტორიულისკენ და ბოლოს ამ ფინალურმა აკორდმა ხასიათი გაუფუჭა, თუმცა მე საერთოდ ვერაფერი დამაკლო აი ამ მოლოდინებში და ზოგადად წარმოდგენაში. თუ მოიგო ულაპარაკოთ ყველაზე ძლიერმა გუნდმა, თალკი საკითხია ხო მე რა გამიხარდებოდა ან ვინმეს ნახევარ მსოფლიოში. გვქონდა დრამები, გვქონდა ბოლო წუთებში გარკვეული მატჩები. ერთადერთი ვიღაცებს სენსაცია დააკლდა თვითში, რა გერმანია პარაგვაი იყო მთავარი ამბავი ხო რამის ალაპარაკა, მაგრამ სენსაციების არარსებობა ერთხელ კარგია, ჩვენ ვნახეთ ტოპ გუნდები ფინალური ეტაპისკენ და რა გირდა ესპანეთი, საფრანგეთის თამაში მაგალითად და არგენტინა, ინგლისი როგორი ნახევარფინალზე გამოვიდა. ერთ-ერთი მიზეზი მაგის არის რომ დონე იმდენად გათანაბრდა საბოლოო ჯამში რომ ნორვეგიამ რომ გამოვაგდო ბრაზილია სენსაცია კი არა, მოსლოდნელიც კი იყო რაღაც ეტაპზე ხო? ანუ შესაძლოა ხარ ეს ყოფილიყო მაგალითად 15 წლის წინ და 20 წლის წინ რომ მოხდარიყო ეგ იქნებოდა სრული სენსაცია ხა ბრაზილია რომ გამოვიგდო ნორვეგიას, თუმცა დღეს ეს აბსოლუტურად ნორმალური მოცემულობაა რომ იგებს ნაკრები რომელიც უფრო უკეთ თამაშობს. ბრაზილიას აღარ გავს შესაბამისად. იგივე გერმანიას დღეს შენ პარაგვაი ახსენე და პარაგვაიმ კი გააგდო, მაგრამ მე მგონია მთელ მსოფლიოს იმ კონკრეტულ მომენტში რაღაცა გერმანიის გულშემატკივრების გარდა ვიღაცებს სამხრეთ ამერიკული კვოტის დამატება პლეი-ოფში გაუხარდათ, მაგრამ შემდეგ პარაგვაიმ რაც გააკეთა საფრანგეთის ნაკრებთან თავის მსაჯიანად, ალბათ ყველას გვერდში უნდა ბუნებრივია გერმანია საფრანგეთი ისედაც აფიშისთვის, მაგრამ პარაგვაიმ რაც იკადრა, მსგავსი მე არ მინახავს არასდროს. მე ვარ ჯამურად მე ვარ ძალიან კმაყოფილი. რადგან ვისგანაც მოლოდინი მქონდა ის ვარსკვლავები თამაშობდნენ, ჯერ როგორ გამოიყურება ბომბარდირთა დავა საერთოდ. რა ფეხბურთი აჩვენეს სუპერ ვარსკვლავებმა, მაგრამ მქონდა ცუდი მხარე მსოფლიოს. ამერიკანიზაცია, წყლის პაუზები, ცოტა გაურკვეველი, იმიტომ რომ 4 პერიოდად დავყავით ჩვენ. ხო, ეგრე გამოვიდა საბოლოოდ 4 ეს კარგი არ იყო. ძალიან ძიმე იყო როგორც დავიწყეთ, შენ გემახსოვრება სომალელი არბიტრი რომ არ შეუშვეს. ამერიკაში ფეხბურთელებთან დამოკიდებულება ის ჩხრეკის რაღაცა ნიუანსები, რაც თავს კარგად ვერ აგზნობინებდა ამ ხალხს. მთავარი ალბათ ბალოგუნის წითელი ბარათის მოხსნა, რაც მოხდა ძალიან სამარცხვინო ვითარებაში, ხო როცა არ მალავს არავინ რომ დარეკა ტრამპმა, ინფანტინოსთან, ინფანტინომ დარეკა ფიფაში და იქ არაბეთის გაერთიანების თეთრმა სახლმა დადო ოფიციალურად. ჩვენი მონდომებით, ჩვენი შუამდგომლობით ხოლმე ბალოგუნის წითელი არის ანულირებული, თორემ გადაიწევს უბრალოდ ერთ სვადაში უნდა მოიხადოს სასჯელი. რაც ნუ არათანაბარ ფეხბურთი რაზეც დგას, მაგას ეწინააღმდეგა. და მსგავსი არათანაბარ პირობებში მყოფი ირანის ნაკრები, რომელიც
აი შეიძლება მაგას ხო ჯობდა რეალურად რო ეთქვათ რომ დისკვალიფიკაცია და არ ითამაშო რა ესეთ თამაშს რაც გაუკეთეს ძალიან მაგრამ მე ძალიან ღირსეულად წარსკა ნუ საანაკრებო ფეხბურთით მე არ ველოდი თუ ამდენად წინ იყვნენ ჩემ მოლოდინებთან შედარებით ნახე ზელანდიასთან თამაში ნახე ეგვიპტესთან თამაში და ორივე შემთხვევაში გადააჭარბა ჩემ მოლოდინებს ამით იყო კიდევ ძალიან ლამაზი და გამორჩეული პატარა ქვეყნების ისტორიები ჯერ როგორ გავიცანით ვოზინიათ დაწყებული და ელოი რომით დამთავრებული ადამიანები როგორი იყო კურასაოს გამოსვლა მაგალითად ხო თუნდაც პირველი 15-20 წუთი გერმანიასთან მეკითხვა დამთავრდა მაგრამ მაინც კაბო-ვერდე რომელზეც ცალკე მოგვიწევს საუბარი გუნდმა არ წააგო მსოფლიოს 3 ჩემპიონად ურუგვაისთან ესპანეთთან არგენტინასთან პატარა გუნდების ამბები შეიძლება იყოს იმ სენსაციურობის შემცვლელი რაც ვიღაცებს დააკლდათ სუპერვარსკვლავები ტოპ დონეზე თამაშობდნენ ბოლო ციკლების ჟანრი რაც ჰქონდა ტურნირზე მე მგონია რომ გაამართლა და თუნდაც კრისტიანოს შემთხვევაში ფაქტად რო ავიღოთ გაიტანა სამივე მესიმ კრისტიანო ნეიმარმა მაგალითად მიუხედავად იმისა რომ ნეიმარის кейსი ცოტა განსხვავებულია იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ მიყვება სხეული და ფიზმომზადება ბრაზილიელს სამწუხაროდ და გავარკვიეთ რომ ნაკრებისთვის ეს სამწუხაროდ ტვირთი უფრო იყო ვიდრე დახმარება კი ბატონო იმიტომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ერთადერთი ხო ჩვენ ამბავში სასაათო სარტყელით გიქნიდა დისკომფორტს რა თქმა უნდა იმიტომ რომ თუმცა ისეთი მოვლენა 4 წელიწადში ერთხელ უნდა გავიჭიროთ ერთ განმავლობაში ალბათ ეგ არის რა ეგ არის 5-ზე 7-ზე 8-ზე დაწყებული ფეხბურთებისთვის გაჭიროება შეიძლება კი ხო და ფინალის მზიშუგზე ყურებაც ცოტა ჩემთვის ცოტა ისეთი იყო უცნაური იყო ზუსტად ეგ არის ძალიან სამწუხარო პრეცედენტი პირველი არა 94-ში ამერიკაშიც კი ბატონო ეგრე იყო პასადინაში არ უხდება ძალიან ცუდი საყურებელია ხოჭორს თავისი კვალი დაატყო ფეხბურთს იმიტომ რომ მაგალითად არგენტინამ მზეში პირველად ითამაშა პირველად და არ ვიცით ეს ახლა რა ფაქტორი იყო ხო მე მგონია რომ იმოქმედებდა მე მგონია რომ რაღაცას შეუცვლიდა არ ვიძახი რომ ხე მაინც და მაინც სადმე გადახურულ სტადიონზე აღამე რო ითამაშა თავისუფლად დაამარცხებდა ეს მაინც მაგრამ მაინც იმედია ეგეთ ფინალს აღარ ვნახავთ. მომდევნო მუნდიალზე არ ვნახავთ. ვერ ვნახავთ ფიზიკურად. იმიტომ რომ მომდევნო მუნდიალი არის შეიძლება გახსნის თამაში ვნახოთ, მაგრამ ხო, ყველაზე საფეხბურთო ქვეყნებში. მაგამდე მივალთ. ჩვენ შენახსენე ახლა ის სუპერ ვარსკვლავები, რომლებმაც მართლა ფანტასტიკური მუნდიალი ჩაატარეს, მესის რა და მბაპეს მესამე ადგილისთვის თამაშმა გადაწყვიტა რეალურად მესი გახდებოდა თუ არა ბომბარდირი ხო? საქართველოში მისაღები რამდენად კიდე ცალკე საკითხია ის All-Stars თამაში რო გამართა. ხო, 6-4 კი ბატონო. და ხო, მბაპემ ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი და ტრადიციულად ფანტასტიკური, იმიტომ რომ მბაპეს როგორი საკლუბო სეზონიც არ უნდა კონდეს, ნაკრებში ყოველთვის გამორჩეულია. ნუ მესი ვნახეთ, კრისტიანო რონალდუს ცოტა ნაადრევად დასრულებული მუნდიალი, იმიტომ რომ ესპანეთი იყო ისევ და ისევ ბარიერი, საოცარი ესპანეთი, ჰარი კეინი და ჯუდ ბელინგემის ზღაპრული მსოფლიო ჩემპიონატი, მოკლედ, ერლინგ ჰოლანდი ბუნებრივია, ერლინგ ჰოლანდი არ უნდა გამოგრჩეს საოცრად. ყველა მე ვიღებ რომ ჩამოთვალო. ვისაც უყურებთ და ვისგანაც ველოდით რომ უნდა ეთამაშა, არავის იმედი არ გაუცრუებია, ხო? რა მაინტერესებს, ცი? მოდი ვისაუბროთ კონკრეტულად ესპანეთის და არგენტინის მატჩზე, რამდენიმე მომენტი იყო იქ და ფინალი იყო, ნუ ყველაფერს თავი დავნებოთ და ამ მატჩის შემდეგ გამოვლინდნენ საუკეთესოები. ხო, ვიცით რომ როდრი არის საუკეთესო ფეხბურთელი, ხო, ბევრი მოსაზრება გავიკითხე მსგავსი, კი ბატონო. ნუ უნაი სიმონი გასაგებია, გუნდმა ერთი ბურთი გაუშვა მთელ ჩემპიონატზე და პაუ კუბარსიზე მინდა ვისაუბროთ რა. 9 ეხა ლამინ იამალი 19 წლისაა და მოვლენაა ბუნებრივია საოცარი ფეხბურთელია, თუმცა ის არის შემტევი. და ცენტრალური მცველი 19 წლის პაუ კუბარსი აბსოლუტურად სხვა თავდაჯერება ჭირდებათ, ხო, შემტევს და მცველს. რანაირად არის ეს? ეს სხვა რაღაცები ეპატიებენ. და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახე, კი, აბსოლუტურად. რასაც აპატიებენ შემტევს, ამასაკში არ აპატიებენ მცველს. და ეგ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა ხა ლამინ იამალმა თეორიულად, ან კოლექტიურმა ლამინ იამალებმა ბურთი რამდენჯერაც არ უნდა დაკარგონ. რა შეცდომაც არ უნდა დაუშვან. ეს შედარებით შეუმჩნეველი და არჩებოდი. თუ ამას პაუ კუბარსი გააკეთებს, ვერც კლუბის, ვერც ნაკრების ერთ-ერთი ჩვენ მოხდა. ზოგადად ამ ბავშვმა რატომღაც ნორმალურად მიგვაღებინა, ნორმალიზებულად ჩამოაყალიბა ეგ ამბავი, რომ 19 წლის ასაკში ასე გამართულად და ასე მყარად უნდა იდგე სოფლის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის და ულაპარაკოთ საუკეთესო ნაკრების შემადგენლობაში. პაუ კუბარსიზე ახალი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, ერთადერთი თუ ამ ტემპებით, თუ ამ სიდინჯით გაყვა ის თავის კარიერის განვითარებას, მე მგონია ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ
გამორჩეული ფეხბურთელი არა თუ მცველი თანამედროვეობის, რადგან თამაშის წაკითხვის უნარით, პასის კულტურით უკვე ბევრზე წინ არის. უკვე აქვს დიდი ფორა მსოფლიოს წამყვან მცველებთანაც. გასამჯობესებელი იქნება უცებად პოზიციონირების ამბავი. ბარსელონაში იყო ეგეთი. გაგიმახსოვრება რაფა მარკესის სახით, რომელიც აბსოლუტურად კითხულობდა თამაშს და პასების საოცარი ჰქონდა. ზუსტად. და ეს კიდე უფრო კარგია. ხო. ამასაკში. 19 წლისა. ამასაკში ხო, რაც აბსოლუტური სიგიჟეა. პაუ კუბარსი არის თანამედროვე ფეხბურთის სახე და იქნება უცებად, რადგან ჩვენ რო გავიხსენოთ ბოლო პერიოდის წამყვანი მე საერთოდ რამოსი, ვირჯილ ვან დაიკი. მითხარი რაც წარმოადგენდა ეს ხალხი 19 წლის ასაკში. ხო, რთულად გასახსენებელი. ამ თამაშა უფრო მაღლაა, ასაკი დაბლადაცია, პაუ მიიღებს იმ გამოცდილებას, რაც სუბ კლასიკურად მცველის ფუნქციონალიზმს არის საჭირო გულისხმობ აი ამ პოზიციონირების საკითხს ფიზიკურ ორთაბრძოლებში უფრო ხისტ შესვლას და ასე შემდეგ, მაგრამ ბაზისად აქვს ის მონაცემები, რომ 15 წლიან ცოტა მეტ დისტანციაზე შეუძლია იყოს მსოფლიო ფეხბურთის საიმიჯო სახე. კი ბატონო. ასე მინდა თანამედროვე გულშემატკივრობდა, არ ვიცი რა გამოვა. შენ როდრის ოქროს ბურთზე ხო, ნუ როგორც თქვი და რა მოსაზრებაც გასაგებია უკვე, თუმცა რა შეიძლება შეცვალოს როდრის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობამ ოქროს ბურთის ნომინაციაში? ძალიან მიჭირს. აი ძალიან რთული საკითხია ეს, იმიტომ რომ რამდენიმე ისეთი არის ჰარი კეინის ვარიანტი, ბუნებრივია, რომელსაც საოცარი სეზონი გამოუვიდა როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესები გვაქვს ამ საქმეში, იმიტომ რომ ხვიჩა კვარაცხელია თამამად შეუძლია კონდეს პრეტენზია, რომ ოქროს ბურთი თუ არ მოიგოს, ყოველთვის სამეულში იყოს, რატო არა? ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი როცა ხდები სეზონის, სადაც იმ ფეხბურთელების უმრავლესობა თამაშობს, რომელიც აქ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა და საუკეთესოები იყვნენ და იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი როცა ხდები, შენ ბუნებრივია პრეტენზია უნდა გქონდეს, ხო? რა შეიძლება იყოს ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, რა შეიძლება ვნახოთ? ანუ რა ვერსიები შეიძლება განეხილოს შეიძლება? ხო, ძალიან ჩახლართა ამ მსოფლიო ჩემპიონატმა ეგ საკითხი. გამოკვეთილი პასუხები ყველა ჯერზე მქონდა ბოლო სეზონებში, გეტყოდი რომ აი ანეს. ანუ შესაძლოა მეთქვა რომ გარდაულად ის. ბალონ დორის ოფიციალურმა ვებგვერდმა და საიტმა გითხრა რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება კი მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ გადაწყვეტს ყველაფერს. კი ბატონო. შესაძლოა ესეც ერთგვარი მესიჯია, რომ თლა დაკედან ნუ გამოხვალთ და ჩვენთვის ძალიან კარგია ეს, რადგან კვარასთვის გონია რომ ყველაზე მეტ შანსს თავს. თუ ვინმე ეხმიანებოდა ეგ განცხადება, პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელია, ეგრე წარმომიდგენია, იმიტომ რომ მესის ოქროს ბურთის შანსები არის რაღაც 6%-იანი ბოლო მონაცემებით, კვარა კანდიდატად დარჩება და მე უბრალოდ გვარებს ვიტყვი, გონია რომ ამ წრეში უნდა მოიხარშოს და ბაპე კეინი ეგ არის. ხო, ხვიჩა კვარაცხელია. კი, ამ ბაპე კეინი ხვიჩა კვარაცხელია. ლამინი ამალი. ლამინი ამალი თალსაღებს სოფლიო ჩემპიონი. ლამინი ამალი ასე სოფლიო და ევროპის ჩემპიონია. ითამაშებს როლს როდრის არ გამოვა, საკლუბო სეზონი არ ქონია. გამოტოვა პრაქტიკულად გამოტოვა და თან უტიტულოა. კი ბატონო. ამიტომ ბაპე არის ძალიან სერიოზული კანდიდატი კეინთან ერთად ადამიანმა, ესე იგი ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე, ლა ლიგაში, სოფლიო ჩემპიონატზე. ხო, სადაც ითამაშა ყველგან ბომბარდირი. კეინმა გაიტანა 80 გოლამდე. და ვიწრო ზღვარია, იმიტომ რომ ბაპეს უტიტულო სეზონი გადაიფარება თუ არა კეინის ერთი ბუნდესლიგური თასით, ეგეც არ ვიცით. ამიტომ ძალიან ღია იქნება. მე რა მგონია, იცი რა, ოთხეული მე მგონია რომ გამოკვეთილი 10 ვისაუბრე. ბაპე, კეინი, იამალი და ხვიჩა კვარაცხელი. ალბათ ეგ არის. ამ ოთხში იქნება მთავარი ბრძოლა. ნუ მსოფლიო ჩემპიონატზე ვინც ითამაშა და კარგად ვინც ითამაშა, ალბათ მაინც საბოლოო ჯამში შეიძლება რაღაცა ბენეფიტები კონდეს მას. ასე რა მგონია, იცი რა, რადგან აქვე გაჭირდება გამორკვევა და ვერ მიანიჭებენ ბაპე კეინის შორის უკეთესი როგორ უნდა ერჩენ, აი მითხარი. ხო, აი ვითი. რაღაცა ცვლადი რო იყოს და კომპონენტი შეიძლება ადგეს ეს ბალონ დორი და თქვეს რომ კი მსოფლიო სეზონი იყო, კი ამ ხალხს ვლაპარაკობთ, მაგრამ ლიგაზე ვინც იყო გადამწყვეტი და ვინც იყო MVP, მოდი იმას მივცეთ ბალონ დორი. წარმომიდგენია. არც ხედავ ეგეთ სცენარს და იმედია რომ ყვარეს ეგ შანსი ექნება. აი ოლის ეს ექნებოდა კაი შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ისე ითამაშა როგორც
რა მოლდინიც იყო. და ოლისე ჩემთვის ერთ-ერთი კი, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, საუკეთესო ასისტი გახდა, თუმცა მე ოლისისგან უფრო მეც ველოდი. ხო, გოლს ალბათ, გოლს ველოდი, რომელიც ვერ გაიტანა. მაგალითად და ზუსტად ოლისეს გოლები დააკლდა საფრანგეთის ნაკრებს. იმიტომ რომ როცა მთელი მსოფლიო და მთელი ესპანეთი მბაპეს უყურებდა და მბაპეს იჭერდა, ვიღაცა უნდა გამოჩენილიყო. ვინც შექმნიდა სხვაობას და საფრანგეთს ეგეთი ფეხბურთელი არ გამოეცა. ისე დემბელეც არ უნდა დავიწყოთ იმ სიაში ბუნებრივია. რა დემბელეს ხო. რაც შეეხება მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2030 წელს გაიმართება და იქნება უპრეცედენტო, იმიტომ რომ სამ კონტინენტზე ჩატარდება. დაიწყება სამხრეთ ამერიკაში, გახსნის ურუგვაიში, იმიტომ რომ მონტევიდეოში 1930 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ ურუგვაიში გაიხსნა, გახსნის მატჩი იქნება ურუგვაიში, რამდენიმე მატჩი იქნება არგენტინაში და პარაგვაიში, ხო თუ მე მგონი მხოლოდ ურუგვაი არგენტინა არის. კი ბატონო, იყოს მხოლოდ ურუგვაი არგენტინა და აქეთ იქნება ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო. სამ კონტინენტს აითვისებს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი და შესაბამისად ის საუბრები, რაზეც მიდის ლაპარაკი, რომ 64 გუნდიანი გახდეს, თითქმის გადაწყვეტილია. თითქმის. კონმებოლის პრეზიდენტმა ისე თქვა, რომ ხო, რაღაცა სავარაუდოდ გადაწყვეტილია და გაოფიციალურებაღა არის ამ ამბის დარჩენილი. საინტერესო იქნება ნამდვილად და რონალდუს, მესის, მოდრიჩის, ნეიმარის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი და არგენტინა მესის გარეშე რა შეიძლება იყოს? ეს არგენტინა მესის გარეშე. არა, არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ლიონელ სკალონის გარეშეც, იმიტომ რომ სკალონი მიგვითხრა რომ დეკემბრის ბოლოს ის უკვე დატოვებს. როცა ვიცით გარანტირებული. ბრაზილიასთან დაკავშირებით მეტნაკლებად სიცხადე გვაქვს და ვიცით რომ კარლო ანჩელოტი იქნება და ამ პროექტს ხელმძღვანელებს. არგენტინა უნდა იყოს ალბათ არც ნიკო პასის, ხულინ ალვარესის, ფრანკო მასტანტუანოს გუნდი. ასე წარმომიდგენია საშინაო მუნდიალს. დიდი ამბავია, დიდი მოვლენაა, ჩვენთვის იმედია რაღაცებს შეცვლის, იმედია FIFA იქნება თანმიმდევრული და პროპორციულად ევროპულ ფეხბურთს მისცემს შესაბამის კვოტას, იმიტომ რომ ამ სოფლიომაც გვაჩვენა, რომ ევროპული ფეხბურთი საკმაოდ წინ არის, რადგან შემორჩა ბოლოს არგენტინა, ამის 8 გუნდში მე მგონი, თუ მოკლედ. ბოლო ბასტიონი იყო არგენტინა. არა ევროპული გუნდები. ამიტომ თავარია რომ FIFA მე ყველაფერი გაითვალისწინოს და საქართველოს ნაკრებმაც იბრძოლოს, რადგან ეგ 64 გუნდი მე მგონი არის ფენომენალური შანსი ჩვენთვის, რომ გავიდეთ მსოფლიოსთან პრაიმები ჩვენი ლიდერების, ზუსტად მაგ პერიოდისთვის იქნება. ეს არის მამარდა, ჟორჟი თუ ხუჭა კვარაცხელია. საუკეთესო პიკურ ფორმას ყოველ შემთხვევაში ასაკის გათვალისწინებით მიაღწევენ ზუსტად მაგ მომენტში და ისე მუნდიალი მგონია რომ გამოდგება ყველა გაგებით, ყველა მუნდიალი ისტორიულია გავიგებ, მაგრამ ამას სხვა პეცი იქნება რა. საიუბილეო საუკუნოვანი, ერთი საუკუნის წელი და პლუს ძალიან საფეხბურთო ქვეყნებში. კი ბატონო. მაროკოც, რომელიც შესაძლოა იმაზე უცხოოს, არის უდიდესი საფეხბურთო განცდების და საფეხბურთო კულტურის ქვეყანა და მაროკოში იქნება ყველაზე დიდი 115,000-იანი სტადიონი. მაროკო ამას აკეთებს. 115,000 ადამიანი დაეტევა ერთ სტადიონზე. მოკლედ ეგ 4 წლის შემდეგ და 4 წლის შემდეგ რა იქნება ჩვენ იმედია რომ ვისაუბრებთ არა ჩვენ არა ეგ მაგას არ განვიხილო ჩვენ ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე ბუნებრივია თუმცა კიდევ ერთხელ ერთხმა ვთქვათ რომ 2026 წლის სოფლიო ჩემპიონატმა გაამართლა და ამ 39-მა დღემ მეტნაკლებად სიამოვნება მოგვანიჭა. კი ბატონო. ოსპანეთის ნაკრების გულშემატკივრებს კი რა თქმა უნდა ულოცავ ამ წკინვალე ასპარეზობას მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემპიონობას შესაბამისად. ნიკა დაბატაძე იყო ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა რომ მოიცალე და მოხვედი მსოფლიო ჩემპიონატზე სასაუბროდ და დღეს უგულშემატკივრად იბერია 20 საათზე იბერია საქართველოს ჩემპიონი ეთამაშება ბრატისლავას სლოვანს, თბილისში გაიმართება პირველი თამაში და ერთ კვირაში უკვე სლოვაკეთში. ასე რომ წარმატება ქართულ გუნდებს ევროტურნირებზე, მე კი ხუთშაბათთან დაგამშვიდობებით, შევხვდებით ხუთშაბათს, სხვა თემებით, სხვა სტუმრებით, დროებით, ბედნიერად. მოგიდგენთ ოდაბანი. ოდაბანი. გათავისუფლდი ჭარბიოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან. შედეგი პირველივე გამოყენებიდან. მოიკითხეთ აფთიაქებში.